სოფლიდან წამოვიდი და ბომბის მე-13 დღეს სოფელი შინდის შევაფარეთ აბიატენს გვაინტერესებდა უკან დაბრუნება დავბრუნდით უკან შევხვდა ტანკი ჩვენი ბიჭების ფორმები ეცოთ გვეგონა ჩვენი ბიჭი მივაყენეთ მარშრუტკა ყვავდა 1-3 ოჯახი ვიყავით გამოდგნენ რუსეთს განოუყარეს უყურარი კონდახებით დაგვაყენეს ბეძველი ბენზინკალოკის წინა დაცხრული იყო გახადეს ბიჭებთან ისამოს გვეგონა დახვრიტეს ეს ბიჭები თუმცა არაფერი არ ყვის ჩააწვეს ისე გულანძღავდნენ გთაცხავდნენ რუსულად ერთივე უნოდა მეორეს უბიბაიტებს ცეხ გამოიერა მანქანამ იყვნენ ორი ბიჭი შიგა არ გააჩეს სწრაფად გაიარეს და ესროლეს ხომ ესროლეს ქაცევით შეფრთხილეს ბიჭები ისიც არ აკმარეს კიდევ ესროლეს რომ დახოცირიყვნენ ბოლომდე ჩვენ წინ იდგა მანქანა ორი ქალი და კაცი იყო კუდარიში ის კუდარების ისე კიდევ ესროლეს ამ გამოიერა ერთმა გლეხმა ბარითხეთში არაფერი არ უთხრეს არც გააფრთხილეს არც ეგრევე ესროლეს იმას და ჩვენ თვალწინ ფართხარი დაიწყო ზევიდან მორბოდნენ 3 პატარა ბიჭი ეგ 15-16 წლისანები იქნებოდნენ პაცანი სტრელიანცია იხსეხ ჩვენ თვალწინ კიდე მოკლეს 3 ჩავიცუცკე ბუჩკის ქვეშ მეგონა რავი რა მეგონა არ ვიცი ეხლა სავისა ჩავიცუცკე ესე ხელი მოაფათურა და ყდარს წავაწყდი ხელით ჩვენებური კაცია მაგრამ არ ვიცი გვარდასახელი ვინ არის შინდელი იყო არა რუსის კაცი იყო მაღალი მაიმუსგავდა არა ის არ გვიშვებდა არა ემან უთხარ არა როგორც იყო დავსხეთ ისევა ჩვენ მარშრუტკაში იქ იყვნენ კიდევ 3-4 ბიჭი ვარიანელები ჩვენ წუხეს აქ ვიყავითო პირქვე ვიწექით მთელი ღამეო ჩვენ თვალწინ მოკვდა 6 ახალგაზრდა რა ჩემი შვილები არ იყვნენ ისინი სხვა ვიღაცა ხო ყავდა დედა იმათაც ხო ყავდა ჩვენერი დედა მე რო ჩემ შვილებს ეძებდი ის ხო ეძებდა თავის შვილებს